მოგესალმებით ხალბატონებო და ბატონებო, ეს არის გადაცემა ვენი ვიდი, მე ვარ მისი წამყვანი სოსო სალუქვაძე. დღეს ჩვენ ვეწვევით გერმანიას, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მის ერთ მხარეს, ყველაზე უფრო პატარას იმ რეგიონებიდან, რომელიც ფედერაციულ გერმანიას გააჩნია, რომელსაც ქვია ზაარლანდი. ამ ჩვენს ვიზიტში მოგვეხმარება და გაგვიძღვება ბატონი ნიკა შახოვი, რომელსაც მოუწია ზაარლანდში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სწავლა და ცხოვრებაც. შესაბამისად, მისი შთაბეჭდილებები ძალიან საინტერესო იქნება. მანამ სანამ მე ნიკას გადავცემდე სიტყვას, მინდა ასე ვთქვათ, ორიოდე რამ ვთქვა, თუ რატომ შევარჩიეთ ეს მხარე ზაარლანდი დღევანდელი გადაცემისთვის და ამას ჩემი აზრით მცირე ორი მიზეზი აქვს. პირველი ის, რომ ზაარლანდის დედაქალაქი ზაარბრუკენი, რომელსაც საარბრუკენს ვეძახით ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ ესით იწერება ლათინურში, მაგრამ გერმანულად ზ გამოითქმის, არის თბილისის, ჩვენ დედაქალაქის დამეგობრებული ქალაქი. დღეს თბილისს 20 დამეგობრებული ქალაქი ყავს, მაგრამ ერთ-ერთი პირველი განსაკუთრებით მაშინდელი კაპიტალისტური სამყაროდან სწორედ ზაარბრუკენი იყო და ამ მეგობრობას დიდი ისტორია და საკმაოდ კარგი შედეგები გააჩნია. მეორე მიზეზი ის არის, რომ ზაარლანდს ზოგადად ისტორიაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდის, ან მე-20 საუკუნის ისტორიაში საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური პერიპეტიები გადახდა, რომლის შესახებ ჩვენ ნაკლებად ვიცით. ჩვენ ვიცით ის, რომ გერმანია გაერთიანდა 90 წელს, მაგრამ არ ვიცით ის, რომ გერმანიის, ასე ვთქვათ, სრულ გაერთიანებამდე პირველი ნაბიჯი გაერთიანებისა კიდევ უფრო ადრე მოხდა და ამის შესახებ ჩვენ მოგითხრობთ. ასე რომ ჩემი აზრით არ უნდა იყოს უინტერესო ამ პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო მხარის შესახებ გეოგრაფიული ექსკურსი და გარკვეული ამბების მოსმენა. ნიკა, ახლა კი შენ გადმოგილოცავ სიტყვას და პირველი ჩემი კითხვა ასეთი იქნება, საკმაოდ ტრადიციული. რა განაპირობა შენი ზაარლანდში ყოფნა, რა ქარმა გადაგაგდო იქით? გამარჯობა, მოგესალმებით. ხო, საართან, როგორც უკვე აღნიშნეთ, ესე იგი დამეგობრებული და ის იყო რა ქვია ქალაქი თბილისთან და უკვე გარკვეული რაღაცა პატარა ტრადიცია არსებობდა ამ ქალაქთან ურთიერთობის და შესაბამისად იმ პერიოდში იწყებოდა ასე ვთქვათ გაცვლითი პროგრამები სტუდენტების და ერთ-ერთ პირველ ნაკადში შეიძლება ვთქვა რომ გამიმართლა მოხვდი ეს არის 90-იანი ეს არის 90-იანი წლები ზუსტად 90, ანუ 99 წლის სექტემბერში წავედი თუ არ ვცდები. და თავიდანვე მოხვდი ამ მხარეში. საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა, ესე იგი პრინციპში, ახლა ცოტა კი გადავხედე ლიტერატურას და ეს ზოგად დონეზე, მაგრამ ძალიან საინტერესო მხარე არის. ჯერტი ძალიან ისეთი პატარა, მყუდრო, თვითონ ზაარის მხარე არის დაახლოებით 1 მილიონი მოსახლეობა და თავად საარბრუკენიც არ არის დიდი ქალაქი. 200,000 კაცი. დაახლოებით 200,000. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც აღნიშნე, რომ ეს მოხდა სწორედ უნივერსიტეტის ხაზით და ანუ სწავლა იყო აქ საფუძველი, ანუ გაცვლითი პროგრამა. უნივერსიტეტი, საარბრუკენის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი ცნობილი უნივერსიტეტია, რომელიც შეიძლება ისე არ ისმის ხშირად და არ ჟღერს, მაგრამ არის საკმაოდ ცნობილი, მაგალითად იგივე ინფორმატიკის განხრით, ინფორმატიკის მეცნიერებათა განხრით არის საკმაოდ ისეთი ცნობილი პროფესორები, რეიტინგული არის საკმაოდ და არა მარტო ინფორმატიკა, პრინციპში იმ პერიოდში იგივე წარმოების მართვის ეკონომიკა, რასაც ჩვენ ბიზნესს ვეძახით, ან სახალხო ეკონომიკაშიც და ასევე იურიდიული, ასე ვთქვათ, გერმანულ-ფრანგული ინსტიტუტი არსებობს მან, ანუ საერთაშორისო სტატუსიც აქვს ამ ასე ვთქვათ ფაკულტეტს. ეხლა მე ჩაგეჭრები და ეს გერმანულ-ფრანგული, ასე ვთქვათ, ურთიერთობა ზაარლანდის და საარბრუკენის გარშემო საკმაოდ საინტერესოა, ამაზედაც ალბათ ერთ-ორ სიტყვას ერთადაც ვიტყვი, შენ უნდა მაპატიო და მაყურებელმაც, რომ ხანდახან ცოტა უფრო ხშირად შეიძლება ჩავერთო ხოლმე, იმიტომ რომ მეც მაქვს ჩემი გამოცდილება ამ მხარის მიმართ და ეს ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესოა. მოდით დავიწყოთ ცოტა ისტორიული ექსკურსითაც, რატო არის ეს მხარე შენი აზრით განსაკუთრებული საინტერესო?
Ну, ეს როგორც ასევე რომ აღნიშნეთ დასაწყისში, ესე იგი ზარი რამდენჯერმე გადადიოდა, გადმოდიოდა, ასე ვთქვათ, გერმანიას საფრანგეთს შორის. ანუ პოლიტიკურ კონტექსტში არ იყო ესეთი სუსტა, ხო, შეიძლება ვთქვათ ეს ხუმრობით სტაბილური. და შესაბამისად, არც ფრანგები თითქოს აღიქვამენ ბოლომდე ფრანგულიმად, არც გერმანელები, ანუ გერმანიაშიც ბუნდესმხარეებს შორის საარბრუკენი და ზაარლანდი აღიქმება ყველაზე ისეთ, ანუ ბოლოს მოერთებულ მეორე მსოფლიო ომის მერე მოხდა საბოლოოდ გერმანიის ასე ვთქვათ ფედერაციაში გაერთიანება. თორემ მანამდე რამდენჯერმე პირველი მსოფლიო ომის მერეც ხდებოდა რამდენჯერმე გადასვლა და იქ ისე გავიხსენებ, არის მაგალითად ზედ საზღვარზე ერთი რესტორანი არის საკმაოდ ცნობილი, ამჯერად საფრანგეთის მხარეს არის და იქ ქალბატონი, რომელიც ძალიან ხნიერი და ჩვენ გვეგებებოდა კიდევაც, ხო, ჩვენ იქ ერთად ვართ ნამყოფი და ქალბატონს ჰქონდა რამდენჯერმე გამოცვლილი პასპორტები და ნუ პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ ხუმრობით კოლექცია ჰქონდა. და თუ სწორად მახსოვს, ნიკა, იქ არის რაღაც შემაღლება, სადაც ჯვარი დგას დაღუპული. პატარა მონუმენტივით არის, კი ბატონო. ფრანგებსა და გერმანელებს შორის იყო შეტაკებები მე-19 საუკუნეში. რომ ვინ ასე ვთქვათ დაეუფლებოდა ამ ტერიტორიას და მეც ორ სიტყვას დავამატებ ბოდიში უკვე მოგიხადე ის რომ ნუ ჯერ ერთი ეს ტერიტორიას თავისთავად ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ იქ ნუ ისტორიულ პერიოდში კელტები ცხოვრობდნენ ტრევერები ერქვა ძირითადად ტომს რომელიც იქ იყო შემდეგ მისი რომანიზაცია მოხდა ბატონი იულიუს კეისარმა ასე ვთქვათ იზრუნა ამაზე მაგრამ შემდეგ ფრანკები მოვიდნენ როდესაც რომის იმპერია დაანგრიეს და ფრანკების სამეფო იყო ჯერ კაროლინგების სამეფო და შემდეგ ეს ტერიტორია გახდა ნაწილი რამდენადაც მე მახსოვს და თუ სწორი არა ვარ შემისწორე ახლა გაბარებ ასე ვთქვათ საღვთო რომის იმპერიისა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მაგრამ ხალხი როგორც ჩანს გერმანულ ენოვანი ჭარბობდა თუმცა საფრანგეთს ყოველთვის ჰქონდა ეხლა საღვთო რომის იმპერია პრაქტიკულად ქალაქ სახელმწიფოების და პატარა სახელმწიფოების ნაკრები იყო გარკვეული დიდი თავისუფლებით და ცენტრალიზებული იყო საფრანგეთი და საფრანგეთი უცდილობდა რომ ამ ტერიტორიაზე რაღაც თავისი გავლენები დაემყარებინა მაგრამ და ზაარლუი ვთქვათ ერთ-ერთი ქალაქი საარბრუკენის გარდა რომელიც არსებობს ამ ტერიტორიაზე სწორედ ფრანგული იმის ლუდოვიკოს მე-14-ის მე მგონი სახელს ატარებს და მაქედან მოდის ეს ყველაფერი ჩემი კითხვა ასეთი იქნება ჩანს დღევანდელ ლანდშაფტში დღევანდელ ასე ვთქვათ საზოგადოებაში ეს პერიპეტიები პრინციპში კი რაღაცებში ეს გამოიკვეთება ნუ ცხადია ხა იქ ჩვეულებრივად ლაპარაკობ გერმანულ ენაზე ნუ აქვე აღნიშნავ რომ აქვთ როგორც ყველა ბუნდესმხარეში რა თქმა უნდა აქვთ თავისი დიალექტი და იმასაც კი ვიტყვი რომ საარბრუკენში და იგივე ზაარლუიში ანუ პრაქტიკულად ჩრდილოეთ სამხრეთი და ცენტრალური ზაარლანდი თუნდაც ესე რომ ვთქვათ მიუხედავად იმისა რომ პატარა ზომისაა თვითონ ეს ზааრის მხარე დიალექტებში არის განსხვავება თავისი რაღაც პირადი იდენტიფიკაცია ამ ხალხს გააჩნია და სწორედ ისიც რომ ნუ ეხლა ცოტა ისეთ პრიმიტიული მაგალითიც რომ მოვიყვანო რომ აი ხა როგორც ზოგადად ჩვენ ვიცით რომ ვთქვათ გერმანიაში უფრო განსაკუთრებით არის ლუდის მხარე და ვთქვათ კულტურა არის უფრო ლუდისმის აქ მაგალითად ამათ ზარის მხარეში ну გამომდინარე იქიდანაც რომ ეს მოზელის მიმდებარედ და ვაინშტრასეს ასე ვთქვათ ფრანცუზიში ხო ფრანგული სტილი აი ამ ღვინისმის ყველის მირთმევის ანუ სამზარეულოშიც იკვეთება ეს გარკვეული თვისებები ესეთი შერეული ასე ვთქვათ საინტერესოა იმიტომ რომ ზოგი ამბობს რომ ყველაზე კარგი სამზარეულო გერმანიაში ზაარლანდში არისო, იმიტომ რომ ეს არის მიქსი გარკვეული შერევა. კი, შერევა არის და ასევე როგორც თქვი, ანუ სასმელებთან მიმართებაში, ესე იგი ღვინის სხვადასხვა ფესტებს აღნიშნავენ ხოლმე. ისე ლუცაც არ უჩივიათ მე. არა, ლუცხადია, მაგრამ მაგას ვაფრო, გარკვეული ესეთი და ეს თავისებურება, გამოხატულების საკმაოდ თბილი ხალხია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კიდე იუმორის გზნობა, მე ხა ყოველთვის სადაც არ ჩავდივარ ხოლმე, ამას ვაკვირდები და ხა მით უმეტეს მომიწია მან დიდი ხანი ცხოვრება და ძალიან გული ისეთი საინტერესო და თბილი ხალხია. და კიდევ ერთხელ ანუ იუმორის გზნობა ძალიან კარგი გააჩნიათ და რაცაც ასევე დავაკვირდი, იგივე, ну, ესეც რო ვთქვათ, ანეკდოტების დონეზე ხშირად მიკვირდა, რომ აი ტიპიური საქართველოში გაგონილი ისტორიები რომ აქვს, პრაქტიკულად, ну, ეხლა ვიღაცა ჩავიდა, იქაც ეგეთი ისტორიებია. ანუ ეხლა რო თქვა, რომ ჩავიდა ვიღაცა გადათარგმნა. ჩვენს მეზობელ სომხებზე ბევრს ხუმრობთ და ისინი ვიზე ხუმრობთ. ну, იქ ну, ფრანგებზეც არის უშუალოდ საარბრუკენში, იმიტომ რომ ზუსტად საზღვარზე არის ეს საფრანგეთის, მაგრამ ну, აქ ორი მეზობელი ბუნდესმხარე, ეს არის ზაარლანდი და რაინალდ-ფალცი
და ეს მათ შორის ხო ფელცე როგორც თვითონ ამბობენ და მათ შორის ასე ვთქვათ ქიშპობა და ანეკდოტები ასევე ტიპიურია ხო ძალიან საინტერესო ეხლა ისევ ისტორიიდან 1-2 რამ რო გავიხსენოთ იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ ზაარლანდის სტატუსის საკითხი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან მკვეთრად დადგა ხო იმიტომ რომ გერმანია დამარცხდა მანამდე გაერთიანებულ გერმანიაში იყო ზაარლანდი და თან ზაარლანდი არის მხარე რომელიც ეთნიკური ან რამე სხვა პრინციპით კი არ ჩამოყალიბდა არ მდინარის აუზის ჩვეულებრივ დინარის გაყოლება 1920 ზაარის აუზის ასე ვთქვათ რეგიონი შექმნეს რომელშიც ასე ვთქვათ გაბატონდნენ გერმანიის დამარცხების მერე გააკონტროლეს ფრანგებმა და ინგლისელებმა და 1935 წელს რამდენადაც მე მახსოვს საკითხული ხო 15 წლის განმავლობაში მზადდებოდა რომ გადაეწყვიტა ამ ხალხს საით იქნებოდა და ჩაატარეს რეფერენდუმი და რა მოხდა ხო და ნუ მაშინ უკვე დაბრუნდნენ ესე იგი ეს იყო პირველი დაბრუნება ასე ვთქვათ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე მეორე მსოფლიო ომამდე ანუ პირველი მსოფლიო ომის მერე ეს იყო ასე ვთქვათ პირველი დაბრუნება ნუ მერე უკვე უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის დროს თვითონ უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის დროს რაღაცა პერიოდი იყო პროტექტორატი ანუ არ იყო სრულად თუ არ ვცდები ეკონომიკურად იყვნენ მიბმულები გერმანიას მაგრამ იმითი რა ქვია პოლიტიკური კონტექსტით ანუ არ იყო ფრანგები აკონტროლებდნენ კი და შემდეგ ჩატარდა კიდე საკმაოდ რამდენიმე ანუ ომის მერე გავიდა რაღაც 56 წელს იყო პლებისციტი ხო და მაგ პერიოდში ზაარლანდი იყო დამოუკიდებელი, ოღონდ პროტექტორატი და რაღაცაში ფული ჰქონდა ფრანკები, ოღონდ გერმანულად ეწერა. ანუ მარკებიც ჰქონდა თავისი საფოსტო მარკები და ანუ რაღაც გარკვეული ესეთი იდენტიფიკაცია ყოველთვის. საინტერესო რა მომეჩვენა მე და აი ეს მართლა აი ამ ორმაგ ბუნებაზე, აი ჩვენ ხო ვამბობთ რომ იანუსივით არის ხო თბილისი, აღმოსავლეთი, დასავლეთი. ნუ იქ საფრანგეთი, გერმანია მაგ თვალსაზრისით. ძალიან მენიშნა ის რომ მას პოლიტიკური დამოუკიდებლობა ვთქვათ რაღაცა ქმედებებში აისახებოდა ეს მაგალითად 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადაზე ზაარი გავიდა როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა მაგრამ ყველაზე უფრო ახლა ფეხბურთის გარეშე როგორ ჩაივლის ეს ყველაფერი ამაზედაც მინდა მე რომ ვკითხო და 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჩამოყალიბდა ესე რომ დასავლეთ გერმანია მაშინ უკვე დაყოფილი შემდეგ ნორვეგია და ზაარი იყვნენ ერთ ჯგუფში და ნუ ზაარმა კარგად ითამაშა სხვათა შორის გერმანიასთან წააგო ნორვეგიას მოუგო ფრე გააკეთა და ბოლო თამაში იყო ზაარბრუკენში და თუ კი მოუგებდა გერმანიას 1954 წლის ჩემპიონატზე გავიდოდა ზааრის მხარე და წააგეს 3-1 და თავარ მოთამაშეს აღარ მახსოვს გვარი რომ კითხეს რომ რას ფიქრობთო თქვა რომ იცი რაო პრინციპში უკმაყოფილო არა ვარო იმიტომ მე გერმანელი ვარ და ეგ რომ გამოგვეგდო ძალიან გული დავწყდებოდა მაგრამ ცუდიაო რომ შანსი არა აქვს ჩემპიონატზეო და ესეთი ვერ გათვლა მეტი მე მგონი არ ყოფილა სწორედ დასავლეთ გერმანიამ დაამარცხა უნგრეთის დიდი გუნდი და გახდა ჩემპიონი და აი ეს ფაქტიც ძალიან საინტერესოა და პლებისციტზე თქვენს რომ არ გვინდა ჩვენ დამოუკიდებლობა ჩვენ გვინდა გერმანიას დაექვემდებარდნენ ყოფნა და შენ რას ფიქრობ სწორი არჩევანი გააკეთეს თუ არა აგერ ლუქსემბურგი გვაქვს გვერდზე ხო დაახლოებით ეგეთი ქვეყანა იქნება ესეთი ტიპის ხო ამ ზომის და ეგეთივე ტიპის ის იქნებოდა რახან ვახსენეთ ახლა ლუქსემბურგი თქვათ ამ კონტექსტშიც ვილაპარაკებ ზაარლანდზე რომ როგორც სტუდენტი იქ როცა ხარ ძალიან მოსახერხებელი არის მოგზაურობა, ანუ კარგი მდებარეობა აქვს. ეხლა ლუქსემბურგი იქეთკენ რო წავიდეთ, ანუ ბელგიაში, ბრიუსელში, იგივე პარიზი, ზემოთ ჩრდილოეთ გერმანიაში, კოლნი, იგივე ჰოლანდიაში, ანუ ყველაფერი არის 300-400 კილომეტრიან რადიუსში. მე ხა ხუმრობითაც ვამბობდი, ერთადერთი რაც შორს არის საარბრუკენიდან, ეს არის ბერლინი და ჰამბურგი, რომელიც რეალურად არ ვიცი 600-700 კილომეტრია მე მგონი. იგივე მიუნხენი ქვემოთ სამხრეთისკენ არის 400-500 კილომეტრში, იქვე ქვემოთ ფრაიბურგი, ჰაიდელბერგი, ასევე ორივე საუნივერსიტეტო ქალაქები.
ასევე საფრანგეთის საზღვარზე და იგივე საფრანგეთში ორი ულამაზესი ქალაქი, რაც იქვე მდებარეობს, არის მეცი და სტრასბურგი. მეცი განსაკუთრებით პრუსიასა და საფრანგეთის ომების დროს და არა მარტო გერმანიის და მეცი იყო ერთ-ერთი პირველი ბრესტივით, ხო, რომელშიც ხდებოდა ძირითადი ბრძოლა, მერე ანის შეიწევდა, ანის წამოვიდოდა აქეთ და ასე შემდეგ. ხო, ეს ძალიან საინტერესოა, დღეს გერმანია ყველაზე პატარა მიწა, როგორც ჩვენ თქვი და გარდა ამისა, ხო, თუ არ ჩავთვლით ქალაქი რეგიონებს, ბერლინს, ჰამბურგს და ჰანზაშტატ. მაგრამ ბერლინში და ჰამბურგშიც უფრო მეტი მოსახლეობა, ერთადერთი ბრემენი ჩამოუვარდება მოსახლეობით ზაარლაც, მაგრამ ესეთი, ასე ვთქვათ, არა გერმანულად კაცრი და ორდნუნგის არა, ხო, მაგიტომ აღნიშნე თავიდანვე რომ ხო, ეს ბევრჯერ გვიხუმრია ამის შესახებ და თვითონაც ვიცი ახალბე ამ საკითხზე, ხა რაც უფრო ახლოს გაგვიცნეს, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ პარტნიორი ქალაქები ვარ და დაძმობილებული ქალაქები, ბევრი საერთო რაღაც ხდებოდა. ცნობადობა უფრო ცნობადობა თავიდანვე მეტი იყო, იმიტომ რომ მოგეხმარა ეს რამეში, იმიტომ რომ არავინ არ იცოდა ეს ჯორჯია ყველას ეგონა სადღაც უფრო ინტერესით, ნუ ხა დღევანდელ დღეს შეიძლება ცოტა სხვა ურთიერთობებია გამომდინარე, ხა 90-იანი წლები ეს იყო ის პერიოდი, რომ ახალი დაშლილი იყო საბჭოთა კავშირი და ის რომ ყოფილი საბჭოთა კავშირიდან და მით უმეტეს საქართველოსდან და თბილისიდან ვიღაცა ჩადიოდა, ვიზეც მინიმუმ გაგონილი ჰქონდათ და იყო რაღაცა პროგრამები, ასევე კულტურული გაცვლითი პროგრამები, უნივერსიტეტში სტუდენტების გაცვლა და მაშინ არ ვიყავით თავიდან ბევრნი, ამიტომ როცა სადმე ვინმეს ხვდებოდით, ხოლმე ყოველთვის ძალიან ისეთი თბილი და ინტერესით განწყობა, ანუ საინტერესო იყო მათთვისაც და ნუ შესაბამისად ჩვენთვისაც რა. ხო, რა თქმა უნდა და სწორია, ანუ ეს დამხმარე ფაქტორი ნამდვილად იქნებოდა, იმიტომ რომ ეხლა ბევრგან წახვიდოდი და საერთოდ არ იცოდი ვინ იყო და მე რო ჩავედი პირველად საარბრუკენში, ეს იყო 1994 წელი, უკვე ნახევარი საარბრუკენი მე მგონი თბილისში ნამყოფი იყო. ან ყოველ შემთხვევაში იცნობდა ვიღაცას და ეს გვეხმარებოდა და ამის დამსახურება სხვა შორის არ შეიძლება რომ არ აღვნიშნოთ ერთი ძალიან კარგი კაცის ასე ვთქვათ ინიციატივიდან წამოვიდა, ვისაც საქართველოს შეუყვარდა კულტურის მოღვაწე იყო ჰერმან ვედეკინგი. მან ჩაუყარა პრაქტიკულად მან ჩაუყარა საფუძველი და მე ისიც კი მახსოვს სკოლაში ვსწავლობდი, მაშინ პატარა ხარ და მახსოვდება სკოლაში ვსწავლობდი და პირველად თუ გაჟღერდა რომ აი ოპერის თეატრში იდგმება რიხარდ ვაგნერის ოპერა ლოენგრინი. ლოენგრინი 73 წელი იყო. დაბადებული კი იქნებოდა 71-იანი ვარ კი. და შემდეგ დაიდგა ასევე ვაგნერის მფრინავი ჰოლანდიელი. ეხლა ნიდერლანდებს კი ამბობენ, მაგრამ ნიდერლანდელი არ გამოდის. მფრინავი ჰოლანდიელი, შემდეგ მოცარტი დადგა ჯადოსნური ფლეიტა და ჩვენებმა დადგეს ასევე, ანუ მან შეუწყო ხელი აბესალომ და ეთერი და რაღაც ერთი ის იყო რა დაიდგმებოდა და საარბრუკენზედაც რო გადავიდეთ, ხო და თან ეს კაცი მეგობრობდა ოსკარ ლაფონტენთან, რომელიც მაშინ ახალგაზრდა იყო და დამეგობრება სწორედ ეს პოლიტიკური აქტი. ხო, პოლიტიკური აქტი უკვე ლაფონტენთან მიმართებაშიც და მაგრამ ინიცირება იყო სწორედ ვედეკინდის. Ulla Moskvini listironi Sarahace mosulipo Ulla Moskvini listironi Sarahace mosulipo Sugana bulipo Potlepsimi maluliko I vechmatke bilecitura Shel chomachar suliko I vechmatke bilecitura Shel chomachar იმ პერიოდში, როგორც თავიდანვე აღნიშნეთ, ძალიან იშვიათი იყო, ჯერ არ იყო საბჭოთა კავშირი დაშლილი, როდესაც მოხდა დაძმობილება დასავლეთის სამყაროს წარმომადგენელ ქალაქთან, ასე ვთქვათ.
და ამან უკვე გარკვეული საფუძველი ჩაუყარა, რომ ცნობადობა იყო, იგივე მზაობაც იმისი, რომ სხვა შორის დიდი სიამოვნებით ღერიან ხოლმე ბევრი ჩემი ნაცნობი გერმანელები გატაცებულები არიან ამ მაგათაც კულტურა ეს გუნდურ სიმღერებში ხო და ხო მეც მომისმენია ხან კარგად ხან ცუდად, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის სულ იყო ყველა მიცის და რატომღაც ითვლება რომ იქ რო ჯახვალ შენც უნდა იმღერო ეს ან დაუკრა ხო და სუკთხოვენ რა თქმა უნდა თვითონ მხარე როგორც უკვე ვთქვით პატარა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებზე დაახლოებით 5-ჯერ 6-ჯერ უფრო დიდია მეტი არა მაგრამ საკმაოდ ლამაზი ადგილია ლანდშაფტურად ვთქვით რომ მდინარე საარი ჩაედინება მოზელში იქვე არის რეინი და ისეთი იქიდან იწყება ეს ვაინშტრასე ისეთი კულტურული ღვინის ასე ვთქვათ გზა ღვინის ქუჩა ეხა პირდაპირ თარგმანი რო ავიღოთ აი რა არის რა ადგილებია საინტერესო სანამ დედაქალაქს ვისაუბრებდეთ უშუალოდ იმიტომ რომ ისიც იმსახურებს საუბარს აი მაგალითად აქედან ჩავიდა მოხვდა ვინმე ზაარლანდში რას ურჩევდი რომ ენახა საარბრუკენიდან როგორც თქვი უკვე ჯერთი მოსახერხებელია გარშემო მოგზაურობა თვითონ ზაარში აი ჩვენ რო ვთქვით ეხა ისტორიულად თითქოს არ არის ეხა ისეთი ცნობილი რომ ზაარლანდში ან საარბრუკენის გარშემო ძალიან ბევრი ისეთი საინტერესო ადგილები არის ნასახლარი ვთქვათ კელტური რაღაცა ძველი სოფლები ანუ ისეთი რომ არ გაგვიგია ნუ ასე ვთქვათ დიდ ბრენდებს ტურისტულ ბრენდებს როგორც ლონდონი პარიზი ან რაღაც შეიძლება ესე ვერ შეადარო მაგრამ ისტორიულად და კულტურულად ბევრი საინტერესო ადგილი არის იქვე გარშემო სამოგზაუროდ ეხლა რაც შეეხება მაგალითად ეხლა უცებ გამახსენდა საარბრუკენიდან სულ რაღაც 6-7 კილომეტრში არის ქალაქი ფერკლინგენი რომელშიც ეხლა დგას იუნესკოს მიერ აღიარებული ეს თუ არ ვცდები 1994 წელს მოხდა ზაარშტალი იყო ესეთი 16 ხო რაღაცა ხო 94-ში მე მგონი დროებით შეწყვიტა წარმოება და 16 ხო მეტალურგიული ქარხანა და ეს ეხლა დღევანდელ დღეს ეს წარმოადგენს იუნესკოს ძეგლს, რომელიც სრულყოფილად ასახავს ინდუსტრიულ აი იმ ისტორიას, რომელიც ერთ-ერთი სრულყოფილი ძეგლია. ანუ მეც თვალი მოუკარი და გამიკვირდა. ეხლა მუშაობას მე ვერ მოუსარი, მაგრამ უკვე რო მილევად რეჟიმში იყო ჯერ ერთია ეს წიდის გორები და ეს რაღაც ლანდშაფტი იქ არის, ქვანახშირი მოიპოვება იცით თქვენ და ინდუსტრიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ქვანახშირი, ფოლადის, რკინის დამუშავება, ანუ ინდუსტრიალიზაციის პერიოდში იყო ერთ-ერთი ესეთი რურის აუზის გაყოლებაზე, ხო, რურის აუზი უფრო მასშტაბური იყო, მაგრამ არაფრით ნაკლები არ იყო. ასე ეგრეთ წოდებული ზაარშტალი. მეც რო ვნახე, ძალიან შთამბეჭდავია, რომ კი არ დაჭრეს და გადააგდეს და корпуსები კი არ ააშენეს იმ ტერიტორიაზე, შეინახეს ეს და მუზეუმად არის ახლა და ესეთი ატრაქციაა. იქ რაღაც ღონისძიებები ტარდება და გამოფენებია ტარდება და როგორც აღნიშნე, ესე იგი იუნესკო აღიარა როგორც სრულფასოვანი ძეგლი, ესე იგი რო დადიხარ ძველი ნივთები, ტელეფონები, აი რო უკავშირდებოდნენ ერთმანეთს სართულიდან სართულზე, ის დანადგარები, ყველაფერი არის სრულად შენარჩუნებული. ნუ იმასაც კი ვიტყვი, რომ ჰაერშიც კი ტრიალებს ის ცოტა ნავთობის და ის ნავთის კიდე უფრო მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ჩვენ პრივატულ საუბარში შემდგომ რომ გიმუშავია კიდევ კი მე მოვასწარი როგორც მეტალურგი კი შეიძლება ითქვას რომ ამჯერად მართლა ვამბობ რომ გამიმართლა ნუ მაშინ სტუდენტი ვიყავი და ჩვეულებრივად ვეძებდი დამატებით წყაროს ფულის შემოსავლის, რასაც ჩვეულებრივად ყველა სტუდენტი აკეთებდა იმის დროს, რა ქვია, არა სწავლის პერიოდში, ასე ვთქვათ, არ დადაგების დროს. და აღარ მახსოვს, მე მგონი 2-3 ადგილას გავაგზავნე განაცხადი, ასე ჩვეულებრივად დამიკავშირდნენ და ეხლა რო უკვირდები, თურმე საკმაოდ ისეთ ისტორიულ ადგილას მიმუშავია. ეს მთლიანად გაგრძელდა დაახლოებით 1 თვე, თუ არ ვცდები, ივლისი, არა, აგვისტო, ხო, ივლისი-აგვისტოს თვე იყო. დაახლოებით, ნუ განსაკუთრებით, ნუ ჯერ საინტერესო იყო, მე ვიყავი ასე ვთქვათ საწყობის ნაწილში, სადაც შემოდიოდა ფოლადის დამუშავებული მომარაგება და გადადიოდა მე პროდუქციონ, ანუ პროდუქციაში, უკვე წარმოებაში თვითონ. კორუფცია არა, პროდუქცია. და აქაც მინდა აღვნიშნო, რომ ეთყობა ესე კარგად იმიტომ დამახსოვრდა რომ ნუ ძალიან კარგი კოლექტივი იყო. ნუ ძირითადად ხა 8-10 კაცთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ძალიან თბილი ყურადღებიანი რომ გასწავლიან რაღაცეებს შენზე
გიფრთხილდებიან კიდევაც, იმიტომ რომ არ იყო ეს ისეთი უსაფრთხო სამსახური, იმიტომ რომ თავიდანვე გაფრთხილებენ, რომ ხა იქ ტონიანი ისინი მოძრაობს. მასთან ფიზიკურ ძალასთანაც. ნუ ძალასთან ხა მე თვითონ იმას არ ვეჭიდებოდი, რა თქმა უნდა, აბწეები იყო იქავი სპეციალურად, მაგრამ ხო, ზოგადად ითვლებოდა რომ მძიმე სამუშაო იყო, უშუალოდ შენ რომ საბჭოთა ინდუსტრიალიზაციის დროს არ მოგიწია. მუშაობა მეტალურგიულ გარყანზე. ასე რომ ხო, ეს რაღაცა პატარა საინტერესო ადგილიც, ასე ვთქვათ, გავიარეთ რა დაგჭა იქიდან მოდი ეს გარდა იმისა, რაც დაინახე. ანუ შენთვის ამას რამე მნიშვნელობა ვთქვათ, იგივე პიროვნული კი არა, იმ პერიოდში ხო, როცა ხარ ბაში ვიყავი 20 წლის და ამ 20 წლის ბევრ ადგილას ვიმუშავე, როგორც თქვი და ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოგონება არის ჩემთვის. შთამბეჭდავი, ჯერ ერთი იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო ადგილი იყო, ხა მე ვმუშაობდი ერთ-ერთ ასე ვთქვათ ნაწილში, ნუ განყოფილება ურჩევდი ქართულ ახალგაზრდებს, მაგალითად იგი წავიდნენ რუსთავში და იმუშაობდი. სხვა შორის ახლა რუსთავი რო ახსენე რუსთავისნაირი ქალაქია პრინციპში. ანუ რო შევადაროთ ზომითაც, სტილიც, ანუ ინდუსტრიაზე მიბმული და მის გარშემო შექმნილი ქალაქი. კი. და თვითონ ეს ზარშტალი, როგორც მანამდე აღნიშნეთ, თავიდან იყო, მე მგონი, კერძო მფლობელობაში გერმანელის, მეგრე ნაწილობრივ იყო ფრანგულ-გერმანული, რაღაცა პერიოდში ზაარის მხარესაც ეკუთვნოდა აქციები, იმიტომ რომ სტრატეგიული ობიექტია, ეს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი იყო იქ დასაქმებული და შესაბამისად მთელი ზაარის მხარეში საერთოდ ძირითადად ამ სფეროთი იყვნენ დაკავებულები. ანუ მეტალურგია, ქვანახშირის მოპოვება და ძალიან საინტერესო, ეხლა ეგ უკვე აქტუალური აღარ არის, მაგრამ ინდუსტრიალიზაციიდან დაწყებული მე-19 საუკუნიდან ეს იყო ერთ-ერთი სტრატეგიული, ასე ვთქვათ, ადგილი. მე მგონი ეხლა ცოტა ბუნებაზედაც და ასე ვთქვათ, საარბრუკენზე თვითონ რო არ ვთქვათ, არ ვიქნებით მართალი. აი რომელი ძეგლებია ისეთი, რომელიც დაგამახსოვრდა და რომელსაც ურჩევდი, თქვათ, იგივე ტელემაყურებელს თუ კი იმ რეგიონში მოხვდა. ნუ თვითონ საარბრუკენში ცხადია, ნუ სანტიოანა მარკტი, ანუ მათი ცენტრი, ანუ ქვეითად მოსიარულეთა ცენტრი, მაგათი მეიდანი შეიძლება ითქვას, ხო, ძველი ქალაქი. იქვე არის სხვა შორის ზაარის მდინარეზე სანამ გადავალთ, არის თბილისის მოედანი, უნდა ხო, ეს უნდა აღვნიშნოთ, თეატრის წინ არის, ძალიან აბსოლუტურ ცენტრალურ ადგილას არის და საკმაოდ დიდი მოედანი არის. ამ მოედნიდან ქვეითი ხიდი გადადის მეორე მხარეს, ზაარის მეორე მხარეს და ოდნავ შემაღლებაზე არის შლოსი, მათი, ანუ ძველი სასახლე. და ამ სასახლისაც რაც არის საინტერესო, რომ თუ არ ვცდები რაღაცა პერიოდში მართლა არ მახსოვს დრო, თქვათ მე-18 ან მე-19 საუკუნეში მე მგონი ეს ამ პერიოდისთვის დაიწვა შუა ნაწილი. და მე უკვე თანამედროვე სტილის მით მოხდა აღდგენა, ანუ რკინა იმის მეტალის და ისეთი კონსტრუქცია ჩაიდგა და ნუ საკმაოდ ჰარმონიულად გამოიყურება, თუმცა თავის დროზე როგორც ყველა ქალაქში ხდება ხოლმე განხილვა რო იყო, ნუ ნახევარ მოსახლეობას მოწონდა ნახევარს არა, მაგრამ როცა უკვე შედეგი სახეზე არის, უფრო მეც რა თქმა უნდა უფრო მოწონს, იმიტომ რომ საინტერესო სასახლე არის ეს. და სხვა შორის ბევრი ეკლესიებია, ნუ იქ არიან ძირითადად კათოლიკები და ასევე ლუთერანები, ხო, ევანგელისტური ეკლესია და საკმაოდ კარგი ისინი. იქვე არის ლუდვიგსკირხე რა ხან ახსენეთ. თავარი, ასე ვთქვათ, დომუსი მაინც ამ ამ რეგიონის არის ტრირში. კი, ტრირი თუმცა არის რაინალდ-ფალში, მაგრამ ძალიან ახლოს არის საარბრუკენიდან 70-80 კილომეტრია, ანუ მაქსიმუმ გორით თბილისში. ხო, შეგვიძლია აბსოლუტურად მანძილის მხრიდან შევადაროთ, ლოგისტიკურადაც პრინციპში 1 საათში ჩადიხარ მაქსიმუმ. პორტა-ნეგრა, რომაული პერიოდის რომაელების დაარსებული ქალაქი, კათოლიკური ცენტრი და რაც მთავარია. ერთ-ერთი ყველაზე ძველი რაც მთავარია, მარქსისტული ცენტრი. მარქსი არის გამარჯვებული. ასევე მარქსისტული ცენტრი. ეს ყველაფერი მონუმენტურად იქ ბევრი რაღაცების, ახლა ტრირიც თითქოს ისე არის მის ხოლმე ხშირად, არა და უძველესი, ერთ-ერთი ყველაზე ძველი კი არა, მე მგონი უძველესი ქალაქი არის გერმანიაში. იმ რეგიონში კი? კი. და ასევე საუნივერსიტეტო, იქაც არის უნივერსიტეტი, ღვინის კულტურა და ის უკვე მანდ განსაკუთრებული ანუ როგორც აღნიშნეთ ვაინშტრასეს დასწრებში მდებარეობს და ხო, ანუ ძალიან საინტერესო ქალაქია ეს. მე ჩემზე მაგალითად დიდი მადლობა რომ ახლა ამას ესე ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ შევეხებით, იმიტომ რომ ბევრია საინტერესო, რეალურად კაი ჭამა, კარგი სმა, კარგი კოპცია ქალაქი.
მაგრამ არის კიდე ერთი ადგილი, რომელიც მე ძალიან დამამახსოვრდა. ეს არის ბუნებრივი, ასე ვთქვათ, ლანდშაფტი მეტლახთან სოფელ თუ პატარა ქალაქ დასახელება მეტლახი ჩვენ ვიცით რომ არის კერამიკული ფილები. მაგრამ ის რომ სოფლის სახელი ქვია მას, ეგ არავინ არ იცის და ვილეროი ბოხის წარმოებიდან გამომდინარე არის, იმიტომ რომ იქვე არის. იქვე არის ზაარშლაიფი. ანუ როდესაც მეანდრირებს ზაარის მდინარე და ქმნის საოცარ ბუნებრივად ესეთ რკალს აკეთებს და ნუ შლაიფი ანუ რკალი და ზაარშლაიფი ესეთ ასე ვთქვათ როგორც ჩვენთან ვთქვათ ჯვარზე ადიან და ამ გადასახედს ფანტასტიკური დაახლოებით ხო ულამაზესი ადგილი. ოღონდ თუ არ არის ნისლი, ერთხელ აგვიყვანეს და აბერაცდა რომ ნისლი იყო. და იქვე ახლა გააკეთეს როგორც მე ამოვიკითხე, იქ არის ფოთლოვანი ტყე და ამ ტყის თავზე ფეხით სასიარულო ხის ბილიკები, საიდანაც ნუ გადასარევი ხედები. ძალიან ბევრი ისეთ საინტერესო ატრაქციონები და ისინი არის თვითონ მოწყობილი იქ ბუნებაში, იმიტომ რომ ამას აქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას გერმანიაში და ნუ საარის მხარეც ამ მხრივ საკმაოდ საინტერესოა. ეკოლოგიური ასე ვთქვათ კულტურა საერთოდ გერმანიაში და მათ შორის ზაარშიც ძალიან მაღალია. მე მახსოვს ერთხელ ექსკურსიაზე რო წაგვიყვანეს იმის კანალიზაციის გადამუშავება. ეს პროექტის ფარგლებში სადაც მოგვიწია თანამშრომლობა. შენ მე მგონი ბევრგან მოგიწია ბევრ პროექტებში თარჯიმნად მუშაობა, იმიტომ რომ მაშინ ბევრი ჩადიოდა დელეგაცია. იმ პერიოდში ხო, იმიტომ რომ პირველი 2 წელი დაახლოებით ესეთ სხვადასხვა სამსახურებში ვიყავი დაკავებული და 3-4 წლის მერე უკვე მერიასთან მქონდა სარბრუკენის მერიასთან ახლო მჭიდრო ურთიერთობა და ნუ ერთ-ერთი კონკრეტული პროექტი, რომელშიც მე უკვე დიდი ხანი ვიმუშავე თარჯიმნად და ასისტენტად ასე ვთქვათ, ეს იყო კადასტრის და მიწის რეგისტრაციის პროექტი, რამაც ნუ დიდი ისეთ ჩაუყარა. რა თქმა უნდა, ეს კარგია რომ ახსენე, იმიტომ რომ აი ახლა როდესაც ვედეკინძე ვისაუბრეთ, ხო, ვედეკინდის სხვათა შორის არის ქუთაისის საპატიო მოქალაქე. და აი კადასტრის პროექტში მეც მაქვს მონაწილეობა იცით მიღებული, მაშინ გავიცანით ჩვენ ერთმანეთი 90-იანი წლებიდან დაწყებული და საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჩადო საარბრუკენის მუნიციპალიტეტმაც, რომ აქ ეს სისტემა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აი ამხანაგობები რო არის მაღალსართულიან ბინებში. ის მათი, ასე ვთქვათ, პრინციპი, ასე ვთქვათ, კორპუსების მართვის გერმანიის კონდომინიუმ, ანუ სამხანაგობების შექმნის პრინციპი ერთი ისა და ნუ ერთ-ერთი ესეთი ჩვენი, ასე ვთქვათ, პარტნიორი და მეგობარიც გერჰარდ ლაუქსი მონაწილეობდა ამაში და დღემდე გვაქვს მასთან ურთიერთობა და ის თბილისის საპატიო მოქალაქე. იმდენ დადებითი მონაწილეობა მიიღო, რომ თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს და საერთოდ საარბრუკენში რომ დადიოდა, უკვირდათ თუ ქართველები გვერდზე არ ყავდა. და ეკითხებოდნენ ხოლმე რომ მარტო რატო ხარ და იმიტომ რომ ძალიან ხშირი იყო ეს გაცვლითი პროგრამა. ასე რომ ძალიან თბილი, საინტერესო მხარეა, შეიძლება არა გამორჩეული მართლაც, მაგრამ უამრავი საინტერესო რამ ხდება ამ ქვეყანაში, საინტერესო ისტორიით, საინტერესო ბუნებით, საინტერესო ხალხით და ძალიან დიდი მადლობა რომ მომეხმარე და მოგვეხმარე ჩვენ ყველას ამ მის შესახებ ასე ვთქვათ გარკვეული ინფორმაციის და შენი შთაბეჭდილებების მიღებაში, იმიტომ რომ მეგობარია, საერთოდ მეგობრობას განსაკუთრებული ნიშნულობა აქვს არა მარტო ადამიანების, არამედ ქვეყნების ცხოვრებაშიც და თანაც ეს არ არის ფორმალური მეგობრობა, ეს არის ნამდვილი მეგობრობა. მე გადამხედე და სხვათა შორის საარბრუკენს სულ 3 მეგობარი ქალაქი ყავს. ეს არის ნანტი, რომელთან დამეგობრებული ჩვენც ვართ მათი საშუალებით. ეს არის თბილისი და არის კოტბუსი, რომელიც თავის დროზე იყო აღმოსავლეთ გერმანიიდან. ასე რომ უსურვოთ ჩვენს მაყურებელს, რომ თუ კი იმ არეალში იქნებიან აუცილებლად და ურჩიოთ ჩააკითხონ ჩვენს მეგობარ ქალაქს, შენ კი ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო თხრობისთვის. კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრაზე. მადლობა.